პუშკინის სკვერში რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირის დაკავებისას პოლიციამ ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტს გადაღების საშუალება არ მისცა. პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. რუსეთის მხარდამჭერი აქცია თბილისის ცენტრში დაპირისპირებით დაიწყო. აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია დედამიწა ჩვენი სახლია და ევრაზიის ინსტიტუტი მართავდნენ. მათ რუსეთის დროშა გაშალეს და პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამერიკა კი გააკრიტიკეს. რუსეთის პოლიტიკის გასაპროტესტებლად კონტრაქციის გამართვას ცდილობდნენ თავისუფალი ზონის წევრებიც, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია აქციის 3 მონაწილე. როგორც ტაბულას თავისუფალი ზონის წევრებმა განუცხადეს, პოლიციამ მათი ორგანიზაციის წევრი გიორგი რუხაია აიყვანა. ასევე დაკავებულია ცოტნე მამულაშვილი. ჩემი ქვეყნის მომხრე. დღეს თქვენ დაუდეკით რუსებს გვერდით და სირცხვილი ქართულ პოლიციას. მიხეილ სააკაშვილის დაწყებულია ეს ომი, რომელმაც პუტინს ლილი პუტინი უწოდა და ამის გამო დააზარალა ქართველი მოსახლეობა. ამერიკის ესე იგი საელჩოს მივმართავთ, რომელიც ფაქტიურად მართავს წლების განმავლობაში საქართველოს და გეტყვით ახლა რომ სანამ საქართველოში იქნებია ნაცმოძრაობა, სანამ საქართველოში იქნება რესპუბლიკელები და ასე შემდეგ საქართველო გააგრძელებს სამწუხაროდ ტერიტორიების დაკარგვას. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ორი ვარიანტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ან გავაგრძელოთ ამერიკული ინტერესების გატარება და რა დღეში ჩავარდით ჩვენ ყველამ კარგად იცით, ან უნდა ჩვენი ინტერესები დავიკავოთ და შევეცადოთ რომ საქართველოს დაებრუნოს აფხაზეთი და ხევალის ტერიტორია. დღეს არც ერთმა ქართველმა არ უნდა მოითმინოს ის, რომ საქართველოში რუსული დროშა თავისუფლების მოედანზე, რომელიც ჩვენი არის რწმენა, რომ თავისუფლება გვექნება. გვიფრიალოს დღეს რო აქ გიფრიალებენ ხვალ სახში შემოვლენ, შექმით და დროშით.